ჩვენი ნინუცა როსტიაშვილი როგორ გამოიყურება შეხება. არაჩვეულებრივად ამას ვამბობ, რომ რა რთულია, როდესაც ვიცით, რომ ოსკარები საკმაოდ გვიან იწყება ჩვენი დროით შესაბამისად მთელი ღამის განმავლობაში. გოგოებმა რა თქმა უნდა თვალი ადევნეს ღამე 10-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, ენერგიულები არიან და მზად არიან, რომ რა მოხდა ამ ცერემონიაზე, გაგვაცნონ და გაგვანტონეს ყველაფერი. და ოსკარი ჩვენც დავიმსახურეთ ზურას მიერ და დაუბრუნდი სტუდიაში სწორედ ამ ყველაფრით. ახლა ერთი სული გვაქვს გავიგოთ. რა მოხდა? ნომინაციები, გამარჯვებულები და ჩვენს ტელემაყურებელსაც უთხრათ. კი ბატონო, ნამდვილად სოფიოს ყურადღება დღეს კვლავ ჰოლივუდისკენ იყო მიმართული, სადაც ამერიკის კინოაკადემიის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონია ოსკარები გაიმართა. ტრადიციულად ღონისძიებამ თავი მოუყარა წლის ყველაზე წარმატებულ ფილმებს, რეჟისორებსა და მსახიობებს. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები, სცენაზე კი დააჯილდოვეს ის მსახიობები, რეჟისორები და ფილმები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში კინოინდუსტრიაში განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. იქამდე კი სანამ მოგიყვებით გამარჯვებულების შესახებ, გეტყვით, რომ ოსკარის რიგით 98 დაჯილდოების ცერემონიას ტრადიციულად დოლბის თეატრმა უმასპინძლა, ღონისძიება კი უკვე მეორედ ამერიკელმა კომიკოსმა კონან ობრაიენმა წაიყვანა. მოგეხსენებათ, რომ ოსკარების რეპეტიციას უწოდებენ ხოლმე ოქროს გლობუსს და ყოველთვის მოლოდინია ხოლმე კინომოყვარულების მხრიდან, რომ ოსკარსაც ის ფილმი თუ მსახიობი იღებს, რომელმაც ოქროს გლობუსი დაიმსახურა და მოდით ვნახოთ, ხო? რა მოლოდინები იყო და რეალურად ვინ გახდნენ გამარჯვებულები? ვიწყებთ მთავარი. ვიცი, მაგრამ არ ჩავერევი ამ ყველაფერში. ვიწყებთ მთავარი საუკეთესო ფილმის ნომინაციით, სადაც 10 კინოსურათი იყო ნომინირებული. გამარჯვება კი ფილმმა ბრძოლა ბრძოლის შემდეგ მოიპოვა, რომელიც 13 ნომინაციით იყო ოსკარზე წარდგენილი. სხვათა შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მიუზიკლი ან კომედია გამარჯვება ოქროს გლობუსზე სწორედ ამ ფილმმა მოიპოვა და ვარაუდები იმის შესახებ, რომ ოსკარსაც სწორედ პოლ თომას ანდერსონის ფილმი დაიმსახურებდა, გამართლდა. ეს ფილმი პენსიაზე გასული რადიკალური ჯგუფის ფრანგული 75-ის დაუნდობელ ყოველდღიურ ბრძოლაზე მოგვითხრობს, რომელიც პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მშობლობასა და მათი წარსულის შედეგებს ებრძვის. სატირული მოქმედებითი თრილერი თომას პინჩონის ვაინლენდის თავისუფალი ადაპტაციით არის შექმნილი. ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი კი შეშფოთებული ყოფილი რევოლუციონერია, რომელიც ცდილობს დაიცვას თავისი ქალიშვილი და ამავდროულად ძველ მტერს ებრძვის. აღსანიშნავია, რომ პოლ ანდერსონს წლების განმავლობაში არც ერთი ოსკარი არ მოუგია, თუმცა 2026 წელს მან რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. ესენი გახლდათ საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმ ბრძოლა ბრძოლის შემდეგ გადამღები ჯგუფის წევრებმა ენდი ურგენსენმა საუკეთესო მონტაჟისთვის აიღო ოსკარი, ხოლო კასანდრა კულუკუნდისმა საუკეთესო კასტინგის ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელიც სხვათა შორის წელს ოსკარებზე სრულიად ახალი ნომინაცია იყო და დაემატა. მსახიობ შონ პენმა, რომელიც ღონისძიებას არ ესწრებოდა, ასევე გაიმარჯვა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. თქვენ თავად რამდენად დებდით სწორედ აი ამ ფილმზე ფსონებს და რამდენად გეგონათ, რომ სწორედ ეს ფილმი გაიმარჯვებდა? მე გულწრფელად უნდა ვთქვა, არ მაქვს სხვათა შორის ეს კინოსურათი ნანახი. შესაბამისად ფსონებს ვერ ვდებდი. მალყვებით არის. არ მაქვს ნანახი. კიდევ ერთი ფილმი კი, რომელიც ამ კატეგორიაში იყო ნომინირებული, ეს გახლდათ ფილმი ცოდვილები. კინოსურათმა ოსკარების ისტორიაში ყველაზე მეტი ნომინაცია დაიმსახურა, აქამდე რეკორდი 14 ნომინაციით 3 ფილმს ეკუთვნოდა: ტიტანიკი, ლა ლა ლენდი და ყველაფერი ევას შესახებ. ფილმმა ცოდვილები კი ეს ლეგენდარული მაჩვენებელი გაუმჯობესა და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. რეჟისორი გახლავთ რაიან კუგლერი, რომელიც ასევე ცნობილია ფილმებით შავი პანტერა და ქრიდი. აქვე გეტყვით, რომ ცოდვილები, ესე ვთქვათ, რამდენიმე ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. ესენი გახლავთ საუკეთესო ორიგინალური სცენარი, საუკეთესო კინემატოგრაფია და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში კი ასევე მოიაზრებდნენ ოსკარზე 9 ნომინაციით ნომინირებულ ფილმებს: მარტი სუპრიმი, სენტიმენტალური ღირებულება და ფრანკენშტეინი, ასევე 8 ნომინაციის მქონე ფილმ ჰამნეტს, რომელიც ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახლავთ საუკეთესო დრამის კატეგორიაში. ახლა დადგახოთ, რომ გავიგოთ მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ვინაობაც და ეს გახლავთ მაიკლ ბი ჯორდანი ფილმისთვის ცოდვილები.
სწორედ ის ფილმი, რომელიც გახლავთ რეკორდსმენი ნომინაციების კუთხით, საშინელებათა და თრილერის ჟანრის ფილმი მოგვითხრობს ტყუპი ძმების შესახებ, ისინი პრობლემური ცხოვრების, მიტოვების, მცდელობისას მშობლიურ ქალაქში ბრუნდებიან, რათა თავიდან დაიწყონ ცხოვრება, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ კიდევ უფრო დიდი ბოროტება ელოდებათ მათ დაბრუნებას. სწორედ ეს სიუჟეტი და ეს ფილმი გახდა მაიკლ ბი ჯორდანისთვის წარმატების მომტანი, ამით მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო, სცენიდან კი მსახიობმა მადლობა გადაუხადა რეჟისორს რაიან კუგლერს, მსახიობებს, მათ შორის ჰეილი სტაინფელდის, ასევე მადლობა გადაუხადა ყველა აფროამერიკელ მსახიობს, ვისაც აქამდე ოსკარი მიუღია, მათ შორის იყვნენ დენზელ ვაშინგტონი და ჰოლი ბერი. მადლობა, რომ ჩემზე დებთ ფსონს, თქვა მსახიობმა. გეტყვით იმასაც, რომ მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ასევე ნომინირებული იყო ტიმოთი შალამე, ფილმისთვის მარტის სუპრემი, ნამდვილად ასე იყო. თაკო სხვათა შორის სწორედ მას ედებდნენ ფსონებს, იქიდან გამომდინარე, რომ მან მოიგო ოქროს გლობუსი და იმ შემთხვევაში თუ სწორედ ტიმოთი გახდებოდა ოსკარის მფლობელი, ეს იქნებოდა მისთვის პირველი ოსკარი, მის სამსახიობო, ესე ვთქვათ, ისტორიაში და მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში მაიკლ ბი ჯორდანს ერგო, როგორც გითხარით, თუმცა მასთან ერთად ლეონარდო დიკაპრიოც იყო ნომინირებული და წელს თავისი პირადი ოსკარის გარეშე დარჩა, თუმცა ვიცით, რომ მის მიერ შესრულებული ფილმი გახდა, ესე ვთქვათ, მთავარი ნომინაციის გამარჯვებული, საუბარი მაქვს ბრძოლა ბრძოლის შემდეგ. რაც შეეხება წლების წინ ის თავარი ოსკარი გაგვახარა ხო რომ არ დარჩა ოსკარის გარეშე. აი ყველა ელოდა როგორც იქნა დაიმსახურა. შესაბამისად მე მგონია რომ ეს ხრიკი რითაც თქვაც ოსკარის ორგანიზატორები წლების მანძილზე იჭერდნენ კარგად მაყურებელს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ხო რამდენი წელი პროტესტი ჰქონდა რომ რაც ქვია აი ამ როლზეც კიდე შემდეგი როლი უკეთესი იყო არ მისცეს და ნუ აი ეგ ერა დასრულდა და შესაბამისად ოსკარების მოლოდინზე მეტად ხალხი ელოდებოდა ლეონარდოს ოსკარს. კი, ნამდვილად ასე იყო და მე მგონია უბრალოდ რომ ეს ამბავი უკვე წარსულს ჩაბარდა. ეხლა რაღაცა ეს პროტესტები ალბათ აღარ მოყვება. და როცა ვამზადებდი ამ თემას და ესე ვთქვათ ნომინაციებში წავიკითხე რომ ლეონარდოც იყო ესე ვთქვათ წარდგენილი, ვფიქრობდი რამდენად რეალური იქნებოდა მისთვის ეს მეორე ოსკარიც და გამახსენდა სწორედ ის ემოციები, როცა მთელი მსოფლიო ერთად ველოდებოდით მის პირველ ოსკარს. მას ისეთი როლები ქონია რომ მეორე ოსკარი ალბათ იმ როლებში უნდა მიიღო. სხვათა შორის ოსკარი აიღო ისეთ ფილმში, ჩემი აზრით და ისეთ როლში, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეკუთვნოდა მანამდე უამრავ ისეთ შეერაფერში მიუღერეს და რაც აქამდე არ გქონდა ნანახი კი. და ეხლაც ისეთი კონკურენტები ყავდა რომ მე არ ველოდი რომ ლეონარდოს ნაკლებად სავარაუდო იყო. ალბათ უფრო ტიმოთეს ველოდი, თუმცა გამიხარდა ის რაც მოხდა. და მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ჯესი ბაკლი, რეჟისორ ქლოე ჟაუს ფილმისთვის ჰამნეტი. ამით ის გახდა პირველი ირლანდიელი მსახიობი ქალი, რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა. ეს ბაკლის მეორე ნომინაცია იყო ოსკარზე, მანამდე ის ნომინირებული იყო საუკეთესო მეორე ხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდოზე ფილმში დაკარგული ქალიშვილი და სხვათა შორის კითხეს მას, რომ რა იყო განსხვავება ამ ორ ნომინაციებს შორისო და აღნიშნა, რომ ეს პატარა კაცი არის ერთადერთი განსხვავება, იმიტომ რომ მან ახალი ფილმისთვის ესე ვთქვათ ჰამნეტი მიიღო ოსკარი. უკვე გითხარით, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა შონ პენმა, რომელიც არ ესწრებოდა ოსკარის ცერემონიას, ხოლო მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ემი მედგანი ფილმისთვის იარაღები. ზებუნებრივი საშინელებათა ფილმში იარაღები, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორიც ზაკ გრეგერია, მედგანი ბოროტი დეი და გლედისის როლს ასრულებს, რომლის ძიმე მაკიაჟი და დიდი სათვალე პოპულარული ინტერნეტ მიმი გახდა. მან ოსკარის, ესე ვთქვათ, ოსკარის წამყვანმა კონან ობრაიენმა თავის გახსნის სპეჩშიც კი ახსენა ის როლი, რომელსაც ეს მსახიობი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ასევე მოიგო ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში და ამთვის დასაწყისში მსახიობის
ჯილდოც მოიპოვა და რეალურად როგორც უკვე აღვნიშნე, ოქროს გლობუსს უწოდებენ ხოლმე ოსკარების რეპეტიციას და გარკვეულწილად ეს მოლოდინებიც არის გამართლებული. მაყურებელი ხედავს ახლა სწორედ აი ამ ემოციებს. მაგრამ გამარჯვებულზე მეტად მე მგონი ტაიანას გაუხარდა ხო ეს მომენტი, იმიტომ რომ ისიც წამოხდა სკამიდან ასე ვთქვათ. კარგია, როდესაც ესე გულშემატკივრობენ თავიანთ თუნდაც კონკურენტებს და საფასებელია ნამდვილად. და უნდა გითხრათ ახლა სხვა საქმე. მე მაინც მგონია რომ გულწრფელია. კი, კარგი მსახიობები არიან თითოეული მათგანი, მაგრამ მგონია რომ როდესაც სხვა ადამიანის ბედნიერების გაზიარება შეგიძლია უფრო მეტად წარმატებულიც ხდები შენ თავად. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი გახდა K-pop დემონებზე მონადირეები. აღსანიშნავია, რომ ანიმაციაში გაჟღერებული სიმღერა სახელწოდებით Golden ოსკარის ისტორიაში პირველი K-pop ჟანრის სიმღერა გახდა, რომელმაც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაშიც გაიმარჯვა. გეტყვით იმასაც, რომ გასული წლის ზაფხულში Netflix-ზე გამოსვლის შემდეგ K-pop დემონებზე მონადირეებმა აღიარება მოიპოვა უდიდეს სცენებზე. მან მოიგო ოქროს გლობუსი საუკეთესო ანიმაციური ფილმისა და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. ის გახდა პირველი K-pop სიმღერა, რომელმაც მოიგო გრემი და ახლა მან მოიგო 2 ოსკარი, რომელზეც იყო ნომინირებული. კი, ჩვენ ოჯახში ვიწონებდით თავს იმით, რომ ჩემი შვილი რომ აი K-pop-მა ოქროს გლობუსი უკვე მიიღო და ნეტა რა მოხდება ოსკარებზე. ისიც და თან არა ერთი, არამედ 2. აქვე გეტყვით, რომ ტრადიციულად ოსკარზე პატივი მიაგეს იმ მსახიობებს, რომლებიც კინოინდუსტრიამ გასულ წელს დაკარგეს. მემორიალურ სეგმენტში გამოჩნდა ბარბარა სტრეიზანდიც, რომელმაც ოსკარის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოაყენა და რობერტ რედფორდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვა 1973 წლის რომანტიკული დრამის The Way We Were მთავარი სიმღერის სტროფით დაასრულა, რომელშიც ისინი ერთად მონაწილეობდნენ და განსაკუთრებით ემოციური არის ხოლმე აი სწორედ ეს მომენტი ოსკარის ცერემონიაზე. ასევე ემოციური მომენტი იყო, როცა სცენაზე 15 წლის შემდეგ კვლავ გაერთიანდა ფილმი მეჯვარეების მთავარი მსახიობები, მათ დამსწრე მსახიობებს განსაკუთრებული განწყობა შეუქმნეს და სასაცილო მომენტები გააზიარეს. მათ შორის იყო ლეონარდო დიკაბრიოს მისამართით სახალისო მომენტების გაზიარება და ამ ყველაფერმაც განსაკუთრებული ფონი შექმნა ოსკარებზე. მსახიობი სიგურნი უივერიმ ერთ-ერთი კატეგორიის გამოცხადების დროს კი ფილმის მან და ლორელის ერთ-ერთი მთავარი გმირი გროგუ გააცოცხლა. ის კეით ჰადსონთან გადავიდა სიტყვით და თითქოს გროგუს იცავდა კეით ჰადსონისგან და მე მგონია რომ სწორედ ესე ვთქვათ ეს გროგუს მომენტი ძალიან ატაცებული იქნება სოციალურ ქსელებში, იმიტომ რომ TikTok-ზე უკვე გამოჩნდა აი ამ ყველაფრის ამსახველი კადრები. ასეთი იყო ჭყვიალა საინტერესო ოსკარის რიგით 98 დაჯილდოების ცერემონია და გარკვეულწილად ალბათ ფსონები ვიზეთს ედოთ კინომოყვარულებს გამართლებულია და რაღაცები გამართლა, რაღაცები არ გამართდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ წელს მეც მოწოდების სიმაღლეზე იყო ოსკარი. წითელი ხალი ჩამართალია ზურომ ძალიან გაგვიკრიტიკა, რაღაცები უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ რა არის ხო, არ გასაკუთრებულად ინდომებენ ხოლმე, მაგრამ აი ეს მონდომება რაღაცნაირად არ მართლდება ხოლმე საბოლოო ჯამში. მე მახსოვს ერთი წელი, აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, მაშინ აი ყველა ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჩემი აზრით. მე ყოველთვის ვავნიჭებ მაინც უფრო მეტად სისადავეს მნიშვნელობას. აი მაგალითად ეხლა ნიმუც რომ დამენახა წითელ ხალიჩაზე, აუცილებლად აღნიშნავდი რომ შესანიშნავი. ზურა ძალიან დიდი მადლობა დილიდანამ ასეთი კომპლიმენტები. თაკოს და ნინუცას დამშვენდებოდა ნამდვილად. აი ეს წითელი ხალიჩა. დღეს არ დაინანა ზურამ კომპლიმენტები ჩვენი მისამართი. წვეჩერს მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ წლევანდელი ოქროს გლობუსი გამოირჩეოდა ზუსტად ამ განსაკუთრებული სისადავით და ჩვენს რაღაცნაირად ძალიან კი, ბევრი სამოსი იყო, რომელიც მოგვეწონა. მერყევდით, აი რომელი მოგწონდა უფრო მეტად. რასაც ვერ ვიტყვით ოსკარებზე, ოსკარი მაინც ხო ძალიან პომპეზურია, ძალიან ჭყვიალა, განსაკუთრებით ინდომებენ ხოლმე მსახიობები და ეს ცოტა გადაჭარბებული მონდომება და დამოკიდებულება ხშირად იგრძნობა ხოლმე მათ სამოში და ზუსტად ამიტომაც ჩვენ ესეთ მარტივად ვაკრიტიკებთ ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც ღელავენ ხოლმე და შესაბამისად ეს ღელვარება მერე უფრო ხელს უშლით, ვთქვათ, ვიდრე ეხმარებათ. კი ბატონო და წლევანდელი ოსკარის ფავორიტი გახდა
ბრძოლის შემდეგ ბრძოლა. ბრძოლა ბრძოლის შემდეგ. ბრძოლა ბრძოლის შემდეგ. მადლობთ. ასე და ამგვარად, მოკლედ. გასაგებია. კარგი, მეგობრებო, ძალიან ესეთი ნაყოფიერი მრავალფეროვანი დატვირთული გადაცემა გამოგვივიდა ჩვენს, რას არ შევეხეთ, მაგრამ ოსკარები რა თქმა უნდა გავგდებდა ძირითად ლაიტმოტივად, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ამის ირგვლივ ტრიალებს დღეს ყველას ყურადღება ნინუცა შენ განსაკუთრებული მადლობა ნინი ტაველიძეს გოგონებს რომლებმაც ესე იგი არ დაიშურეს თავიანთი ძალები და მაქსიმალურად შეეცადნენ რომ ესეთი ამომწურავი ინფორმაცია მოეტანათ ჩვენამდე და პირველებს გაეცნოთ ყველაფერი ოსკარების ირგვლივ.